ესეთი შეგრძნება, რომ სკოლაში მივყავხარ. ბავშვი რო ვიყავ სკოლაში ხარ დილით. ათიანები უნდა მიიღო სკოლაში. გაიგე? ათიანი. ნადრეა ბედნიერ ხასიათზე ყოფნისთვის. და ძალიან ნადრეა ბედნიერ ხასიათზე ყოფნისთვის. თან თაკოსმა გავაღვიძო, მარტო რა ვაკეთო მე 9 საათიდან მთელი დღე. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენს ახალ ვლოგში. ჯერჯერობით მარტო ვარ. ვინაიდან ჯერ ძალიან ადრეა, თაკოს წინავს, შაბათ-კვირას ირგებს შეძლების და გვარად. მე ადრე მომიწია დღეს სამწუხარო დადგომა. ნიკას ხმა მესმოდა როგორ ემზადებოდა, დიდი არ გამაღვიძა და შემეცოდა მარტო გაღვიძებისთვის და მარტო საუზმისთვის და კიდევ უფრო მინდოდა გამეცილებინა, რა თქმა უნდა, რადგან პირველი ზბურია ამ სეზონის მიდის დღეს ფოთში, ხვალ აქვთ ფოთთან თამაში. ნახოთ რა ზიზამენ, იმედი მაქვს რომ მოიგებენ, იმედი მაქვს რომ ნიკასთვის წარმატებული თამაში იქნება და დინამოსთვის, ყველა ფეხბურთელისთვის. და აი არ ვიცი, ამიტომ მოკლედ მინდოდა რომ აუცილებლად გამეცილებინა ნიკა. აგერ წამოვიყვანე, მომაბრძანე. გზაში ცოტა ვიჭურავეთ, ვიცინეთ სავით, რაღაც კახასიაძე დავდექით ორივე და ვიცი, ახლა ბრუნდები სახლში. თაკონა გავაღვიძო, არ ვიცი რომ კახასიაძე დადგება თაკოთ, მაგრამ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევისთვის. რაღაცნაირად მინდა რომ პროდუქტიული დღე მქონდეს და არ ვიცი, გუშინ იყო 8 მარტი, ნიკა მოგვართვა ყვავილები და ძალიან ძვირფას საჩუქარი გამიკეთა, აი რომ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ალბათ ისეთი. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია და განახეთავთ სიტყვით. წავედი ახლა, ძალიან თავისუფალია გზა და ესე გაბედულად თან ვიღებ, თან მივდივარ და უნდა შევწყვიტო გადაღება. უცებ შემოვიარე აგროჰაბში, რაღაცებს ვიყიდი, არაფერი არ მოქვს საუზმისთვის. თაკოს მინდა რომ რამე ვუყიდო, კბილი, ნაკლებად კალორიული, როგორც ვერ გავიგე რა ვიქნო. მოვედი ამ დიაბეტულში. ხო და ახლა ვფიქრობ. ხალვა უფრო გაგიხადება ჩემო თაკო, არ ვიცი თუ აგერ ეს პეჩენია. ეჩივო. ზიანი შოკოლადი, ნახოთ რამდენი კალორია 100 გრამზე. ბევრი. ძალიან ბევრი, 490. რატომაც მეგონა დიაბეტური ნაკლებად კალორიული და როგორც შენს არ ყოფილა მას. მარტო არ მიყვარს არსად სიარული, არც მარკეტში. ვერაფერი ვერ ვიყიდე. ცოტა რაღაც პური და ყავა. წავედით, გავაღვიძოთ თაკო. მოდი გავაიქცეთ. მისია ნომერი 2 შევასრულე. სანე ჩავასეირნე. მიყარხარ. გამარჯობა მეგობრებო, მე შემოგიერთდით. გამოვედით სახლიდან, მივდივართ ვეტერინართან, რომ სანი გაიგეთოს აცრა. შემდეგ უნდა წავიდეთ სანი საჭმელი ვიყიდათ და მე გავისეირნებთ. ძალიან კარგი ამინდია. წლები მიდის ღამე-ღამეს შენი ხოცნა მომინდა მოსწავლე გარდადი ვეგერ გულზე მოცემს ლობიდა სანი გამოვიდა იქიდან გავუკეთეს ნემსი ცოფს ავცერით იკივლა იწივლა ისტერიკა დაიწყო როგორც ყოველთვის და
ახლა სალომე გადავიდა მაღაზიაში საჭმელი უნდა უყიდოს და ესე ელოდება როდის მოვა. სანი, სალო სად არის? სალომე სად არის? სად წავიდა სალომე? ჩანო. შენი სიკანიცდი? წადი სალომესთან გაიქეცი. გაიქეცი, ვაიმე სალომე მოდის. ნახე ვინ მოვიდა, სანო. რამოუტალე ამ გოგოჭი, რამოუტალე ამ გოგოჭი. მოდი. იცი როგორ იდგა ფანჯარას. მოდი დაჯექი, მოდი, ამოდი. ვაიმე, რამდენი ხანია არ უჭამია. ხო, ვითომ ამბობენ რომ არ არისო კარგი, მაგრამ ეხლა შეიძლება ისე ინერვიულა რომ ვიყიდე თან ამ ნატურალ პროტექშენის საჭმელს ვაჭმევ და მგონი ცუდი არ იქნება. რა ვიცი, ერთი ინდაურის ფასი კიღირდა. მოვაღწიეთ როგორც იქნა დავპარკინგდით ომის შემდეგ ერთი ომი გადავიტანეთ. ეხლა მოვედით თაკოს უნდა გასინჯოს მაიზენის მაჩა და ნახოთ როგორი იქნება. ძალიან ბევრი ადამიანი აქებს TikTok-ზე. მოვედით ვაკის პარკში. ცოტას გავისეირნებთ, თქვა ვიფიქრეთ თან მზეანათებს და ძალიან კარგი მზეზე ყოფნა. მე ვიყიდა მაჩა. თბილისში გაიხსნა რაღაც კონცეპტუალური ადგილი, სადაც იყიდება მაჩა, რომელსაც ბევრი ადამიანი აქებდა TikTok-ზე. დაახლოებით 3-ჯერ გავსინჯე ერთხელ კვიპროსში, გახსოვს? დავდიოდით ბრანჩზე. ქოქოს ცივი გავსინჯე. ქოქოსის რძით და საშინლად არ მომეწონა. მე საბერძნეთში გავსინჯე. გადა ვაფშე მახსოვს ერთი. არც თამილავია. მე საბერძნეთშიც გავსინჯე და მოკლედ არ მომეწონა და აქ რადგან თქვენს რომ არის უგემრიელესია და ფისტით ვიფიქრე რომ მართლა ძალიან კარგი იქნებოდა და გავსინჯე. პირველი ორ კლუბზე ძალიან მომეწონა. მეთქი რა გემრიელია. ფისტის გემოც ჰქონდა და თან თქოს რაფაელოს მე მგონი ქოქოსის რძით გააკეთეს. მე ვთქარ ჩვეულებრივ რძე, იმიტომ რომ ქოქოსის რძით რომ დავლიე ერთხელ, იმდენად არაფერს მომცემი არ იყო. ერასულ ერთი ახლა რაშტას გავუკეთებდნენ და მოკლედ ვერ გავიგე მომწონს თუ არა. ცუდი არ არის, მაგრამ აი ის რომ აი მეორე ძალიან მომიდეს და წავიდე და დავლიე თქო არა. მე ვფიქრე რომ ძალიან მომეწონებოდა. მე საერთოდ მეგონა რომ მოგეწონებოდა. აუ რა ვიცი, ყოველ კლუბზე უფრო და უფრო არ მომწონს. მოდი წავალ, ხანა ეს მოვიტანა, უცებ სანსერტად და ტრაიპოდით წელი, მისე გადავერბენ და მოვალ. აი, ფრთხილად. რომელი ნაყენია? მე არ მინდა ნაყენი. არ ეს მე ყოფა. სამწუხაროდ ჩემდა. რა მინდოდა ეს? სამწუხარებით რანა. ცივი ყავაცხე. არა. აი, მე წავალ ხოლმე ბლოკაბულარში და მოვალ. მანამდე მე ორი კოსი წამოიღე თუ გინდა. რომელიმე წიგნის მას პერფოს გაგე. დაიწყე მომჯვენო და მოვა. სანთი მიხედი. აუ რომ წარეა ეს ბავშვი. რომელი წიგნის და ბოლოს ჩვენ განვიხილეთ 3 მუშკეტერით, ეხლა დავიწყებ მოყოლას. ვაი, როგორ მიყვარს ხალხო დარტანიან. ბავშვებში წავიკითხე 3 მუშკეტერი და გადავირიე, აი შოქში ჩავარდი, მეთქი რა მაგარია. დედაჩემ მეუბნებოდა წაიკითხე და არ ვკითხულობ, მეთქი არ მეინტერესებს თქვა და ერთ დღესაც გადავწყვიტე წამეკითხა. დაახლოებით 16 წლის ვიყავი და ორივე ტომი არ ვიცი ერთი ამასული თქვით წავიკითხე. არაც წყალს მოყვა, იმიტომ დავიწყე. ხო და ეხლა წავიკითხე რამდენიმე თვის წინ მეორედ და კიდევ უფრო გავგიშდი და მივხვდი რომ საერთოდ არ არის ეგ წიგნი ბავშვებისთვის განკუთვნილი და უფრო დიდ ასაკში უნდა წაიკითხოს ადამიანმა და არა 16 წლის შემდეგ, რადგან 16 წლის ასაკში, რადგან 12 წლის მერე წავიკითხე დაახლოებით და საერთოდ სხვა დამოკიდებულება მაქვს მუშკეტერების მიმართ, მაგრამ დარტანიანი მომწონს. მე ვნახე ეკრანიზაცია, ძალიან ადრეც ვნახე ეკრანიზაცია, ერთი არ ვიცი, ის საზიზღრობა იყო.
რო ვუყურე ფილმს, აი სუთად გავხდი, იმდენად ცუდი იყო და ეხლა გავრისკე, იმიტომ რომ თამაშობდა ვინსენტ კასელი და ფრანგული ფილმია, თან მილედის როლს თამაშობს ევა გრინი და ანუ ევა გრინი მგონია რომ არის აი ზუსტად მილედი ვინც უნდა იყოს. წიგნში ქერად ვერც კი წარმოვიდგენ ამ გოგოს, იმდენად უხდება ევა გრინი ამ როლს. კარგი ფილმია რა, ისეთივე ძალიან მაგარი არ არის როგორც წიგნი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე არის შეცვლილი და ამოღებული, მაგრამ კაია. უყურეთ. გაერთობით კარგად. აი სალო. ყოველთვის ისეთ ძველი ყავი. ეს არის კარამელი ნიშით და ეს არის საფაელო. ძალიან ჩემ ფავორიტი ეს არის. მაშინ ის მომეცი მე. ეგ რა არის? წას პირველად ვჭამთ გარეთ. მოდი მივაჭახოთ. მე მიჭამია, მაგრამ მე ვერ ვჭამე უკაპულარა. ეს ისი? ჩარვიზი, მაგრამ არა უშავს. ვაკის სტრადაში კარგი სტაფი ყავთ. კი, ძალიან საყვარელი გოგოები არიან. ესე იგი, მოვედით როგორც ვუხდით სტრადაში და უნდა ვჭამოთ ძალიან მოგშივდა. მე შევუკვეთე ბიბიმბაპი, ოღონდ კვერცხის garaშე და სალომემ შეუკვეთა. არა ჩვენი არა. სალომემ შეუკვეთა პასტა, ტრუფელით და ბეკონით მგონი, მაგრამ ბეკონს არ ჭამს. და ფრი. და ძალიან მაგრად გამოიყურება და დღეს აღნიშნავთ ჩვენ 8 მარტს გუშინდელი დღის ნაცვლად. და ძალიან კარგი დღე გვაქვს ჩემი აზრით, რადგან გამოვედით მზეზე ვისეირნეთ, D ვიტამინი მივიღეთ, ნაყინი ვჭამეთ გარეთ მზეზე ყველაფერზე მზეზე. მათ შედავლი, რომელიც ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ არ მომეწონა, თუმცა მაგის კარგი იყო. და რა ვჭამთ ახლა, გემრიელა ჩავჭამთ წესით, მერე წავალთ სახლში და რას ვიძამთ? და რა ვიცი, დავისვენებთ, იმიტომ რომ მე ძალიან დავიღალე, არ ვარ მიჩვეული ესე ძალიან ადრე ადგომას და ამდენ აქტივობას ერთ დღეში. დავიღალე, მაგრამ სასიამოვნო დავიღალე. თავარი აი ამას გავუკეთე 10 რა, ყველაზე მეტი მიხარებდა რომ ცოტა გადავდე და არ შეიძლებოდა და მოკლედ წავალ სახლში დავისვენებთ, ალბათ ფილმს უყურებთ ან რამე და ესე დავასრულებთ დღევანდელს. და ვიდეო ბლოგს დავამონტაჟებთ. ეხლა ნახოთ როგორც ეჭველი მოვა. ძალიან მშია. სანი, შენ რა სიტყვი? მეც თუ მაჭვას რამე ძალიან კაი იქნება. და ეს არის ჩემი ბიბიმბაპი. სალომეს პასტა. ძალიან გემრიელია მართლა. პასტის ექსპერიმენტი. და ფრი და სამივე გამოიყურება საოცრად. ტორტილა. ჩინოს და კრანკოი. მე ვიკეთე ბრუსკეტებს. ძალიან გემრიელი გამოდის, მარტო პომიდორი და ხახვი უნდა რა უნდა არაფერი. მე-4 ნაჭრად. უცებ რო გადავთვლი, 7 ნაჭერი რა კაია რა. ანდროს. და ეხლა მოვიდა ბელისტორიდან გამოწერილი ამანათი, გუშინ გამოვწერეთ 8 მარტს 30%-იანი cashback-ი ქონდა. კარტოს ქონდა. მოდი ჩეთენ მოდი ვაიმე ამის გარეშე ხო ვერ დავიჭექი სკამზე. ერთი ჩემდას. აწევაც აქვს. აიმე ეს რა მაგარი რაღაცა. რეგულირდება. ვაიმე ხახო გაიქეცით იყიდეს თუ ვინმე იღებთ რაიმე კონტენტს. ეს არის ყველაზე დაბალი განათება. ეს არის ყველაზე მაღალი განათება. თან კარგი ის არის, რომ აი ნახეთ, არ ვიცი ხა რამდენად ჩანს. აი ჩანს. ყვითელი და თეთრი განათებები აქვს. რაც საბოლოო ჯამში მგონი რომ ნეიტრალურ განათებას ქმნის. უფრო თეთრს ვიტყოდი, მაგრამ მაინც ძალიან თეთრი არ არის. ძალიან კარგია. ესეთ კარგს არაფერს არ ველოდებოდი. ერთი ესეთი შპილკასავით არის. ტელეფონზე რო გაუკეთო. აი აქ ესე. და
და ეს მეორე სამაგრი აი ეს ორი რო ხედავ აქ კუთხეში და იქეთ ერთი. აი. და ესე დავაყენებ შტატივზე. გასაგებია. თან დავგუგლე და Amazon-ზე ღირს დაახლოებით $30 მაინც. ზუსტად ეს მოდელი? ხო, ანუ სახელით დავგუგლე და $30-40 იგივე გამოდის რა. ისევ ველიდან გამოწერა ჯობია სხვა მაღაზიიდან, ვიდრე Amazon-დან და კიდე ელოდა. გია, ხო? კი, ძალიან. ეხლა მაქსიმალურზე არ მაქვს დაყენებული თან. თან მე მინდოდა სპეციალურად განათების გარეშე დავიწყეთ გადაღება. ეხლა აუწევ მაქსიმალურზე. აი ეს არის მაქსიმალური. ხა ამაზე მეტი რა უნდა გაგანათოს. ომლეტუშისგან თვალები ძალიან შეშაობული გაქვს. ეხლა მე თქვენ განახებთ ჩემს გუშინდელ საჩუქარს ვინერდან ესეთი განათება მაქვს. არ შემიძლია რომ არ გაჩვენოთ. 8 მარტის ალბათ ყველა ქალის საოცნება საჩუქარები ვიღენ, ჩემი აზრით. როგორც ესე დიდად ოცნებები არ მაქვს ხოლმე და არანაირი ესეთი ჩამონათვალი რა მინდა ძალიან თუნდაც ახლო მომავალში თუნდაც ოცნების დონეზე, თუმცა აი სადღაც გონებაში ალბათ ყველას გვაქვს რამოდენიმე ეგეთი რაღაც და ერთ-ერთი ჩემთვის ზუსტად იყო ესეთი ბეჭედი, რომელიც გუშინ მივიღე საჩუქრად და რომელმაც ძალიან გამახარა, რომელსაც ეხლა განახებთ. ეს არის ჩემი ულამაზესი ბეჭედი. დაქტოვებთ მარტო. საბუთებით ყველაფერი შენახული მაქვს. არ არის საჭირო ხო მაგის მოტანა. და ესე გამოიყურება თვითონ ბეჭედი. ჩვენც ულამაზესია. და ძალიან მიხარია. როგორც კი ეს საჩუქარი მომიტანა ნიკამ, თაკომ ეგრევე დაიწყო პატარა ვიდეოს ძებნა, რომელიც გადავიღეთ ძალიან ბევრი წლის წინ, როცა პირველად ვიყავით ვენაში სამოგზაუროდ. მეორედ ვიყავით მაშინ? კი. ხო, მან გავიარეთ ტიფანის მაღაზიასთან. და გადავობით, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვიღებდი ვიდეოს, რომ ძახდი, რომ აი ნიკა, აქ შეგიძლია მოხვიდე ბეჭდის საიდლად, თქო და რამოდენიმე წლის შემდეგ, თუმცა მთავარია ახდა ეს ჩემი სურვილივით რაღაც და მანიფესტაცია ახდა. და ეხლა უკვე ეს ბეჭედი მიგეთია მე ხელზე და ძალიან მიხარია. ჩანო. ეს იყო ჩვენი დღევანდელი დღის ვლოგი. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. იმედი მაქვს რომ კარგი ვლოგი გამოვა. მადლობა რომ გვიყურეთ. კარგად.